English speaking. Come over. I will try to help you in understanding. ქართული ვისაც ესმის თქო წინა რიგებში გადამოხვიდეთ. ქართული ვისაც ეკეთება. ჩვენი სკამებით, სავარძლებით, ხალიჩებით. ოღონდ მორი გამოხეჭე ხალიჩი. ხარდა ფინავს. Kashmir. Fatao. Om Namo Bhagavate Vasudevaya. Om Namo Bhagavate Vasudevaya. Vasudevaya. Om Namo Bhagavate Vasudevaya. Ჩვენ წავიკითხავთ მესამე თავის მეცხრელებს და ზოგადად გვექნება მესამე თავის მოკლე მიმოხილვა ბჰაგავად გიტას მესამე თავის მოკლე მიმოხილვა. რადგანაც ჩვენს კურსებზე ის მისმა თუ ცოტა აწევა უნდა თუ რა ამას განებე თავი YouTube ბებეცებია რა და იქ გავიარეთ მესამე თავი ბჰაგავად გიტასი და მინდა თქვენს გავიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრებები. Yagyarthat მეცხრე ლექსი არის მესამე თავის. აბა მოიბადრეთ თქვენი დაფები. Yagyarthat karmanoniatra Yagyarthat karmanoniatra Lokayam karma bantanach Lokayam karma bantanach Tadartham karma kaunteyam Tadartham karma kaunteyam Mukta sangach Samacharam Yagyarthat karmanoniatram Lokayam karma bantanach Tadartham karma kaunteyam Mukta sangach samacharam Yagyarthat karmanoniatram Lokayam karma bantanach Tadartham karma kaunteyam Mukta sangach samacharam Yagyarthat შესრულებული მხოლოდ ვიშნუსათვის. Karmanach ვიდრე შრომა. ანიატრა. წინააღმდეგ შემთხვევაში. ანუ სხვაგვარად. ლოგა. სამყარო. აიამ. ეს. კარმაბანთანა. შრომით გამოწვეული ტყვეობა.
ტად უფლის მისო ართამ გულისათვის კარმა შრომა გაუნდეია ოკუნდიზეო მუქტა სანგა ურთიერთობებისაგან მიჯაჭვობისაგან განთავისუფლებული სამაჩარა სრულყოფილი შრომა ვიშნუს სამწყებროდ უნდა შესრულდეს წინააღმდეგ შემთხვევაში შრომას მატერიალურ სამყაროს ხდება მოხვება ამიტომ უკმაყოფილო მის დასაკმაყოფილებლად შეასრულეს შენზე დაგესრებული მოვალეობები და არასოდეს მოექცევით ტყვეობაში განმარტება ვინაიდან ადამიანი იძულებულია სხეულის შესანარჩუნებლად მაინც იშრომოს თითოეულ სოციალურ მდგომარეობისა და თვისებებისათვის ისია დაწესებული მოვალეობები რომ ამ მიზნის შესრულება შესაძლებელი გახდეს იაგია ნიშნავს უფალ ვიშნუს ანუ მსხვერპლშეწირვათა ცერემონიებს ყოველი მსხვერპლშეწირი ცერემონიაც უფალი ვიშნუს დასაკმაყოფილებლად არის განკუთვნილი ვედებში დაწესებულია იაგია ვაივიშნუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ერთ და იგივე მიზანის მიღწევა დაწესებული იაგიების შესრულებით უფალი ვიშნუს უშუალო სამსახურით ამიტომ ამ ლექსის თანახმად კრიშნას ცნობიერება იაგიების შესრულებას წარმოადგენს ვარნაშრამას მიზანით უფალი ვიშნუს დაკმაყოფილებაა ამიტომ ცოცხალი არსება ვიშნუს დასაკმაყოფილებლად უნდა იშრომოს მატერიალურ სამყაროში შესრულებული ნებისმიერი სხვა შრომა ტყვეობას იწვევს ვინაიდან კარგ და ცუდ საქმიანობასაც თავისი რეაქციები მოჰყვება ნებისმიერი რეაქცია კი ამ საქმის შემსრულებელს ატყვევებს ამიტომ ცოცხალმა არსებამ უნდა იშრომოს კრიშნას ცნობიერებაში რათა დააკმაყოფილოს კრიშნა ანუ ვიშნუ ასეთი მოქმედებისას კი იგი განთავისუფლებულ საფეხურზე იმყოფება ეს შრომის დიდი ხელოვნებაა და დასაწყისში ძალიან ცოდნე წინამძღოლს მოითხოვს ყურადღება მიაქციოთ ეს შრომის დიდი ხელოვნებაა და დასაწყისში ძალიან ცოდნე წინამძღოლს მოითხოვს ამიტომ საჭიროა მეტად გულმოდგინეთ მოქმედება უფალი კრიშნას გამოცდილი ერთგულის წინამძღოლობით ან თავად უფალი კრიშნას უშუალო მითითებებით რის შესაძლებლობად არჯუნას მიეცა უნდა ვიმოქმედოთ არა გრძნობათა არამედ კრიშნას დასაკმაყოფილებლად ასეთი საქმიანობა არა მხოლოდ იხსნის ცოცხალ არსებას შრომის რეაქციებისაგან არამედ თანდათანობით ამაღლებს უფლის ტრანსცენდენტული სასიყვარულო სამსახურამდე რაც ღმერთის სასუფეველში მოხვედრის ერთადერთი საშუალება წარმოადგენს ანუ მთელი აზრი ის არის რომ ერთგული მსახურება წმინდა ერთგული მსახურება სასიყვარულო მსახურება ერთადერთი საშუალებაა ღმერთთან დაბრუნების ხოლო ვალდებულების შესრულება არა მარტო იხსნის ცოცხალ არსებას შრომის რეაქციებისაგან არამედ ნელ-ნელა ამ საფეხურამდე მიიღოს რასაც კრიშნას სიყვარული ქვია შილა პრაბჰუპადა კი Yagyarthat karmanani yatra, lokayam karma bandhanah, tadabtham karma kaunteyam, muktasangam samacharam. Om Magyana Timirandasya, Gyanam Jana Shavakaya, Chakshuramitam Mena, Tasmai Shri Gaurave Namaha, Namo Vishnu Padaya, Krishna Greshta Putale, Srimati Bhaktivedanta Swami Nitinamine, Namaste Saraswati Deve Gauravani Pracharine, Nirvishesha Shonya Vadi Pashati Adeshtarine, Jai Shri Krishna Chaitanya Prabhu Nityananda, Shri Advaita Gadadhara Srivasati Gaura Bhakta Vrinda, Hare Krishna, Krishna Krishna, Hare Hare, Hare Rama, Rama Hare Hare. Om Sahana Vavatu, Sahana Punaktu, Sahaviryam Garavavahai,
Tejasvina Madhita Mastu Mamitri Shavahe Om Shanti 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 Om. Leksi რომელიც ჩვენ წავიკითხეთ Bhagavad Gita-ს მესამე თავის თავარი აზრის გამომხატველია. ყოველი საქმე ღმერთს მიუძღვენი, ვით შესაძლებელი, ოპონენტის ზეო. ამგვარი ქმედება მონაკლოა და წუთისოფლის წყობისაგან გიხსნის. სხვაგვარად კი წუთისოფელზე მიჯაჭვ მონად გადაიქცევი. ცხადია ჩვენ პრინციპში ყველას გვესმის, ალბათ არა, ეხლა ამას დამატებითი ლექცია აღარ ჭირდება. თავის მოქმედება როგორ ატყუებს ადამიანს. როდესაც რაღაცას აკეთებთ, ნებისმიერი აქტივობა, ფიქრით, სიტყვით, მოქმედებით ის ინახება ჩვენ ცნობიერებაში და ამოდის მისი შედეგები, ჩვენი მოქმედების შედეგები, ანუ კარმიული შედეგები. და ეს შედეგები არის დაუძლეველი სურვილები. ანუ წარსულის მოქმედებების გამო ჩვენ ცნობიერებაში, ჩვენ შკოლაში იბადება დაუძლეველი სურვილები. და ეს სურვილები ჩვენ მიგვაქანებს, რომ მოვიმკათ ის, რაც დავთესოთ. თუ კარგი საქმე გავაკეთეთ, ეს სურვილები მიგვაქანებს იქით, რომ ჩვენ რაღაცა კარგი შედეგი მივიღოთ. შავ პარასკევს დროზე მივალთ იქრის შესაძლებლად, ხო? საცობში არ მოვყვებით, ან რა ვიცი რა გითხრათ, ან პრემიას მოგცემენ საახალწლოდ, ან და ავადმყოფობა გაიulis განვიკურნებით, ან თუ ცუდი რაღაც დავთესეთ, თუ შედეგებს მივიღებთ, ეს სურვილები მიგვაქანებს, გავივიდეთ წითელზე, შუქნიშანზე, დაგვიჭახება მანქანა მოგონტროლებს ფერებს. იმიტომ რომ წინა ცხოვრებაში, ან წინა ამ ცხოვრებაში, ან წინა ცხოვრებაში, ან წინა წარსულში ვიღაცას რაღაცა ვავნეთ. ეს კანონი უტყუარია. ეს მოქმედებს შეუცდომლად, შეუძლებელი ამ კანონს დაგაქცევა. თავის დროზე ჩვენ ცნობიერებაში დათესილი მოქმედების მარცვლები თავის დროზე ამოიყრია. ეს შეიძლება მოხდეს შემდეგ ცხოვრებაში, ეს შეიძლება მოხდეს ამ ცხოვრებაში, კიდევ 3 ცხოვრების იქით, 1000 ცხოვრების იქით, მაგრამ ისინი დადგენილ დროს ამოიყრიან და დადგენილ დროს მოისხამენ ამ გადაუახავ სურვილებს. ჩვენ ბედნიერებასა და ტანჯვას, ძირითადად ტანჯვას, 3 გზით ვგებულობთ. რიკლეშა. ჩვენ ვგებულობთ ტანჯვას ბუნებისაგან. ასე სიხარულს. ან ბუნება კარგ მოსავალს გვაძლევს, ხო? ხო? ან გზის სხვადასხვა სტიქიური უბედურებებით, თუნდაც მოსავალი შიმშილობა, მიწისძვრა, გვალვები, წვიმები, წყალდიდობები, ჯანდაბები და უბედურებები. ამას ქვია აქიდაევა კლეშა. ესე იგი ეს არის ის სატანჯველი, რომელსაც ღმერთები მოგვიძღვნიან ჩვენ. კლეშა, ეს არის რაღაცა ჩაგავლებს და ვერ გაიქცევით. შეიძლება სატანჯველი იყოს, შეიძლება სიხარული იყოს, მაგრამ ერთნაირად დამონებელია, იმიტომ რომ თავის შკოლაზე გატარებს. და მის შკოლაზე რომ მიდიხარ, კიდევ ახალ საქმიანობა ჩადიხარ. რომელსაც ახალი შედეგი მოყვება, კიდევ მის შკოლაზე გატარებს და გამოდის, რომ შენ შკოლაზე ვერ დადიხარ. ეს არის ტრაგედია. მატერიალური სხეულში ყოფნა კი არ არის თავისთავად ტრაგედია. ათეავაში არ არის ცუდი. მაგრამ თუ მასთან აიგივებ შენ თავს და ამ შედეგებს თესავ და იმკი და თესავ და იმკი, ეს არის ტრაგედია. ხო? მეორე წყარო ეს არის 10 ფუტა კლეშა.
სხვა ცოცხალი არსებებისაგან მიღებული სატანჯოები. სულ ვიღაცა ნერვებს გვიშლის, სულ ვიღაცა ტანჯავს, შინაური, გარეული. ჩვენ სულებს არ ემორჩილებიან, სულის არაკეთებენ როგორც ჩვენებინა და ხანდახან საერთოდ საშინელებას ვიკეთებენ და ამას ახლა ის ზემატება რომ ჩვენ სხეულში კიდევ უამრავი ცოცხალი არსება ცხოვრობს. მილიონობით ცოცხალი არსება ცხოვრობს ჩვენ სხეულში და სული მას ცდილობდა როგორ შევჭამო. დავდავდი, როგორც მოგეხერხებოდ ის დავდავდი. უგნებოდ? ოღლოს. ცდილობდა რომ როგორ შევჭამო. ზოგიერთი კარგი ბაქტერია, კარგი ცოცხალი არსება სხვა ბაქტერიებს კლავს, მაგრამ ხო ჯანდაბას ახლა ბრძოლისველი ჩვენი სხეული. მესამე წყარო ამ ტანჯვების არის ჩვენი ჭკუა. ათიატმიკა კლეშა. ჩვენი ჭკუისაგან მოდის, ჩვენი ჭკუის არეულობისაგან და სისულელისგან მოდის 1000 გვარი სატანჯველი. და ეს სამმაგი ტანჯვას სწორედ ამ ერთ-ერთ საჭიროსთან მიგვიყვანს ჩვენი გადაულახავის სურვილები. ზუსტად იქ, სადაც საჭიროა და ზუსტად იმ დროს, როცა საჭიროა. და ჩვენ არ ვიცით და რატო. იმიტომ ის არ გვახსოვს ჩვენ ამ მიზეშედეგობებაში ვერ ვამყარებთ. ეს აუხსნა ძალიან კარგად კრიშნამ არჯუნას. აუხსნა რომ ადამიანი ორი ნაწილისაგან შედგება. სხეულში დაბადებული ადამიანი შედგება ორი ნაწილისაგან. თითოეული ჩვენგანი. ერთი არის ის, რაც არ იცვლება, თავის ბუნებას არ იცვლის, ეს ვართ ჩვენ. მარადიული უდავის სული. ხოლო ის, რაც მარადიულად იცვლება, ჩვენი ტანსაცმელია, ჩვენი სხეული. სულ მუდამ იცვლის ხასიათს. ჩვენი ნატიფი სხეულის კი, რომელიც სულს მუდამ თან დახვდება დაბადებიდან დაბადებამდე, სულ მუდამ იცვლის ფორმას. ხან კაცი გონია თავი, ხან ხალი. ხო? ხან ხალისა, ხან მეომარი გონია თავი, ხან ვაჭარი გონია თავი და ხან რა გონია და ხან რა გონია. ამიტომ თითოეული ამ ნაწილს თავისი დანიშნულება აქვს. და რაც თავარია, ეს დანიშნულება ვალდებულებებში გამოიხატება. იმ ნაწილს, რომელიც უნდა მიცვლის თავის ბუნებას, ჩვენ სხეულს, იმასაც თავისი დანიშნულება აქვს. და თუ დანიშნულებას არ შეასრულებ, კიდე დიდხანს იგობინებ ამ წრეში. გამიგეთ? დაბადება გარდაცვალების. ხო, დაბადება გარდაცვალების წრეში. რა ფობა და სწორი ამას გვეუბნება. თუ ჩვენ ამ ჩვენი სხეულის ვალდებულებებს შევასრულებთ, ჩვენს დროებით ვალდებულებებს, სხვათა არ მაქვია ამას. ხომ შევასრულებთ, ჩვენ ავმაღლდებით ჩვენი მარადიული ვალდებულებების გაგებისაკენ, გაგებამდე. და ჩვენი მარადიული ვალდებულება ერთადერთია სიყვარული. სიყვარული და ბედნიერება. საერთოდ თამაში სიყვარული და ბედნიერება. ეს არის კრიშნასთან ურთიერთობა, არის ჩვენი ერთადერთი მარადიული ვალდებულება და ერთადერთი ნამდვილი ვალდებულება. და ეს ურთიერთობა კრიშნასთან ერთადერთი ვარიანტი არსებობს სასიყვარულო ურთიერთობა. სხვა ურთიერთობა კრიშნასთან ნამდვილი ურთიერთობა არ გამოდის. კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია დავემხოთ მუხლებზე, ვიხოხოთ მუხლებზე, როცები ავამინოთ, თაყვანებცეთ, შიშით გადავირიოთ. მაინც დიდად არ მოწონს და არ აინტერესებს კრიშნას ეგამბები. უსმენს ისე რა, აი ეს ის და უსმენს. ახლა ჩვენი გულისათვის. მაგრამ ის რასაც კრიშნას სიამოვნებით აკეთებს და რაც მას უხარია, და რაც მას ბედნიერებას ანიჭებს და ეს ბედნიერება ყველაზე გადმოდის მერე, ეს არის მასთან თამაში. მასთან პირადი ურთიერთობა. მასთან საოცარი ეს ურთიერთობა არის საოცარი საოცარი. ის შეიძლება იყოს შენი სიმშვიდის დამცველი. ეს გემო თუ გაინტერესებს, შენი სულ გარშემო იტრიალებს. ვერაფერი საფრთხე ვერ შეგეხება. ახლა დამახარებდეს გარშემო ტრიალებდა სულ სიბრუტივი. ახლა დამახარებდეს შეგახსნოდა და შვიდად იყო. წამლავდნენ შვიდად იყო, კლავდნენ შვიდად იყო, ცემდნენ შვიდად იყო. არაფერი მას არ მოგივიდა, რომ იმას ხედავდა, რომ მის გარშემო იყო ეს უხალი. ყველაფერს მის სიმშვიდეს დარეჟობდა. და იყო დეტალი. ამას შანტი რასაქვია? შვიდობის განწყობა. სიმშვიდის განწყობა.
შეიძლება ის იყოს შენი პატრონი, რომელსაც შენ საქმეებას მიუძღვნი. დილას შენ ახალგაზრდა ბატონს კარგად გაუპრიალებ ტრანსპორტს, გასაცვლელ ჩააცვევ, ჩააჯენ ტაქსში, გაუღებ კარებს, დამზადე ბატონო ამ თავის როლს-როისში და თან გეცინება, იცი რომ სადღაც აი გამოიყრენ და სადღაც მიიპარება. შენი ახალგაზრდა ბატონი. რომ ეხლა ის კიდე შეამჩნევს რომ შენ ეს შეამჩნევა ატიტულდება. ატიტულდება, მაგრამ მაინც წავა. მოდის მე საგამო ცოტა დაღლილი ცოტა და კარტოფილი ცოტა ასეთი ცოტა ისეთი და შენს გიხარია. რა თქვა სადაკენ შუა გაიზარდა ჩემი ახალგაზრდა ბატონი. ხე როგორ გაიზარდა, როგორ შენიერი გახდა, როგორ ძლიერი, როგორ ლამაზი. ამ ყველაფერს ქრისტე გაძლევს. მოგწევს თუ ესეთი სურვილი გაქვს. ან შეიძლება გახდეს შენი მეგობარი. შენი მეგობარი ერთი წუთით არ გაგრძნობინებს რომ ის ღმერთია. რომ ის რაღაცი ჩვენზე მაღლა დგას. ერთი წუთით. მაგრამ სამაგიეროდ, როცა შეხვდება ყოველ ჩვენ გვერდით არის. ტორობა გინდა? ქალებზე? კაცებზე როგორც გინდა რა? ყოველწლად სალაშქროს წასვლა. ეხლა უკვე მომდელებულია თემა სალაშქროს წასვლა და ცხენების შეკაზმოვა და ეგეთი რაღაცები, მაგრამ სამსახურში ერთად ადიხართ. ყველგან გასართობად კინოში, ღამის კლუბში შენი მეგობარია. შენს აზრებს გრძნობს, შენს გრძნობს, გაჩვენებს თავის აზრებს. არჯუნას მერე გაუკვირდა, რომ საკრიშნას ავიდა, მერე გაუკვირდა. უზენაესი ღმერთი, სამყაროს შემოქმედი, ყოველ მიზეზთან მიზეზი, თავის ანუყარ აზრებს მიზიარებდაო. ისე მეპრობოდა, როგორც ძმას. და რაღაცას მიზიარებდაო, ერთად სადილოვდითო, ერთად ვიბრძოდით, ერთად გეგმავდით, ერთ ხარავში გვეძინა. ყველაფერი ესე იყო, ვინ, სამყაროს უცხალი, სამყაროს შემოქმედი. თუ მოგწონს, შეიძლება, თუ ამისგან გადავლახვა მისწრაფება გაქვს, შეიძლება გახდეს შენი მოსიყვარული შვილი. შენი მოსიყვარული შვილი, რომელიც საერთოდ ერთი წამი აღარ არ იფიქრებს, რომ ის ღმერთია, ღმერთი კი არა, ის შენი საყვარელი შვილია. ის შენი საყვარელი შვილია, რომელიც ყველას უყვარს, ყველა გიждდება. ზოგჯერ კი შურკი დევას შენი შვილია. და ნუ მოკლედ ყველას აღიშვებს. ძე პატარა დაკის დაკავტალობს. აუ საშინელი მოსავლელი. მათოს იპაროს მაიმუნებს აჭმევს. დედამისი გაგიჟებულია თქვენ ანუ მამამისის ეს რა დამიცია ოჯახი. საქმე რეგეთებას არ მაცვლის, იქ არ მის აქ ძე ჩადის. იქ რაღაც ამბობდა, აუ მოკლედ, ეს უნდა всё რა, ამას უნდა უშველოს, ეხლა ამას დავდა. ხომაზე ფასანახზე მივაბამ. დიდი ფასანახები რო არის, ქვის გამოთლილი, ხორბლის საცეკველი. და ეხლა ავალა მივაბამ, და რომ ეხლა დავისვენებ. მე ისე ვიწყება და მოკლედ ხოლო თუ ვინმეს ესეთი სურვილი აქვს შეიძლება შაქისოლობასაც გამოკრას ხელი. შეიძლება კრიშნას ექსტატიურ სატაფიალო სიყვარულის ვისი გახდეს, ამ ყოველ შემთხვევაში მოწმე გახდეს მისი სიყვარულისა. ანუ თვითონ უყვარს. კრიშნასაც მისი სიყვარულით იწვის. მაგრამ მაინც ეხმარება, რომ კრიშნა თავშეყრებულ შეხვდეს. ყველაფერს აკეთებს. დამაშია მისი უდიდესი სიყვარული, დამაშია მისი ნეტარება. სულაც არ გრძნობს ეჭვს სადა რაღაც ეგეთ დაბალ გრძნობებს. ესეთი ხუთი ძირითადი გემო შეიძლება გქონდეს ადამიანს და ეს არის ცხოვრების საბოლოო მიზანი. ეს არის მარადიული დანიშნულება სოციალური არსების. სანათანად ხარვა. მისი მარადიული ხარვა. ერთადერთი ვალდებულება ამ ხარმის ერთ გზა ერთადერთია, რომ გული გაუხსნას კრიშნას. მეტი არაფერი. კრიშნა ამბობს, ვინც მე რამდენად მომენდობა, მეც იმდენად ვაჯილდოთ მას. ძალიან ბევრი ამას არასწორად გებულობს ხშირად. და გონია რომ კრიშნა ვაჭრობს, რომ შეიძლება კარგად მოიქცევი, მე 5-იანს დაგიწევ და ან რაღაცა 2 კილო ქვის მოგცემ და რაღაც ეგეთი. არა, კრიშნა ამბობს, რომ ვინც რამდენად გამიღებს გულს, მეც იმდენად შევდივარ.
კარებს რამდენადაც ღიას დატოვებს, მე იმდენად შევდივარ, მე ძალით არ გავაღებ იმ კარებს, არ ვაღებ ძალით, საერთოდ არ ვაიზულებ. რამდენადაც გამიღებს კარებს, გულის კარებს, მე იმდენად შევდივარ მის გულში. ეს ყველაფერი აუხსნა პრინციპში მეტნაკლებად კრიშნა მაგილნას, რომ იმ შემთხვევაშიდაც კი, როდესაც შენ სხეული გაქვს და შენ სხეულთან აიგივებ თავს, ამ შემთხვევაში გაქვს ვალდებულებები და შეიძლება ვალდებულებებზე უარი თქვა. იმ შემთხვევაშიდაც კი, თუ შენ სხეულისაგან გათავისუფლდი ან შენ სულიერი ბუნება შეიცვალე, ამ შემთხვევაშიდაც გაქვს ვალდებულებები. ანუ ნაწილი კრიშნას, მარადიული მთელის მარადიული ნაწილს აქვს თავისი დანიშნულება ყოველთვის. ეს ვალდებულება დაარქვევთ, დანიშნულებას დაარქვევთ, ხარვას დაარქვევთ, გზას დაარქვევთ, აზრიანთის დაარქვევთ, ეს არსებობს. ამიტომ ადეჭირა იბრძოლეო. არჯუნას არ მოეწონა იმ აპარატს. სადაც ვერ ხედავ, ისეთ რამე არ აქვს დროს ვაჩვენებდა ეს. მათხოვე აგეთ დამინდა რომ შევხედეთ. 8 წუთია მე 4. არა, ეს აქვს სამეუნება, ნახევარ ზონა მოვჭეთ. რა თავი. აქ დააჭირეთ ხოლმე და ისეთ რაღაცა დაჭირებოდი. მოკლედ არდენა მოისმინეს ყველაფერი. კრიშნამ აუხსნა, რომ სწორი საქმიანობა ბუთხიო, ანუ განწყობა უნდა ქონდეს სწორედ ისეთი, რომ შენ ვალდებულება შეასრულო უანგაროდ. უანგაროდ შეასრულო, ისე კი არა, რომ რაღაცა მოიხვეჭო, რაღაცა მიიღო, არა, უანგაროდ უნდა შეასრულო. ეს ბუთხიოგა და ამას არ უნდა ვიფიქრო, ბუთხიოგა არის დავждები ახლა ხიზოში და უნდა ვიფიქრო, ბუთხი გონებას ნიშნავს და ეს ნიშნავს მედიტაციას, აურა, ეხურებიან სარკინა, ხო, ეს. ურებიან. ესე იგი, შენი ვიფიქრე, არ უნდა ეხლა არ შენდიო. ეხლა მე აღარ მომიწევს ბრძოლა, აღარ ბაბუას მოკლა მომიწევს, აღარ ბებიის მოკლა, აღარ სულეს მოკლა, აღარ არავის, დავждები ხიზში და ვიფიქრებ და ვიფიქრებ. კრიშნა მაინც უნდა დადი ბრძოლა. და არ უნდა აღშფოთს და ამით იწყება მესამე თავი. ეს ჩვენ დავარქვით მესამე თავი, თუ კრიშნას არ ვთქვი, ახლა მესამე თავს ვიწყებ, ხო? არ უნდა ეუბნება, საერთოდ როგორც ნებისმიერ ყველა მოწაფე. ამოს გადამრია, რომ ხარას მეუბნები. თავზამებნო შენი წინააღმდეგობრივი დარიგებებით. თავზამებნო. შენ მეუბნები, რომ გონებრივი მოქმედება უფრო უკეთესიაო, ეხლა მეუბნები, რომ წაიდე ბრძოლეო. და რატო კაცო, რას მერჩიო, რაც მითრევა ომშიო. ისე გულისთვისო. და საერთოდ ისე რა გეტყვიო? ეხლა დაანებე თავი აფხაგავოდ გიტას მოგოლასო რა. მოდი რა პირდაპირ მითხარი, კარგი რა და სწორი რა არის. აღარ მინდა ასეთი თეორიები 18 თავს უსმინეო, კიდე რა. პირდაპირ მითხარიო რა. როგორც ჩვენ ყველა მიფიქრობთ, რომ აი დაიწყოს ლექცია უიესოს გორჩევა. და ეს თუ რა ვთქვა, თქვენი პირდაპირ თქვი. უთხრა წადი იბრძოლეო, არ პირდაპირ მითხარიო, პირდაპირ რა გითხრიო, წადი იბრძოლე. არა 40 წუთი დაჭირდა იმისათვის, რომ ღმერთის ნალაპარაკები დაეჯერებინა. აქ არა ლაპარაკი უნივერსიტეტის დამთავრებას და რაღაცას. თვითონ პირადად ღმერთი ელაპარაკებოდა და არა მარტო ელაპარაკებოდა, ძალებს აძლევდა. რომ გაემო. ხო გაემო, აი. ახლა ისმინე პრინციპს ზეო როგორ მომახსევ ეჭვებისაგან საბოლოო თავისუფალი როგორ არის? როგორ მომახსევ ეჭვებისაგან საბოლოო თავისუფალი თუ მუნდა ჩემზე მოყრობილი ჭკუა გონებით, იოგას გზებით, თავშესაფრად სამი უთალი. არის დაკეთეთ ახლა სულს რომ გაუწყო, სული ცოდნა, გონისმიერი, მასაც გაუწყებ. აქეთ მოხედეთ, აქეთ განევთ, აი ეს შემოვლე გავლე. მოისმინეთ, ეს ჯობია. მასაც გაუწყებ, რაც გონს მიღმა არის საცნობი, თუ ჭეშმარიტად ყოველივე ამას საცნობი, არ დაგჭირება სამყაროში ყველაფერს საცნობი. როგორ უნდა აუწყოს, რაც გონს მიღმა არის საცნობი. ცხადია, ეს მოყოლით არ ხდება, ხო? ეს არ ხდება მოყოლით. ეს ხდება ზებუნებრივი ზემოქმედებით. და უხილა თვალები. იხილა სამყაროსეული ფორმა ღმერთის.
ბევრი რამე იხილა არჯუნამ, ბევრი რამე ჩვეულებრივი მზერით კი არა, ახალი მზერი რაც მიცა კრიშნამ, სულიერი ხედვა. იმით იხილა. უბრალოდ სულიერი არ იყო ჯერ საპაროქშა გიანა. არაგზნობიერი ხედვა, ჭუისმიერი ხედვა. იხილა. თვალების სპენის ყურების და ყველაფრის გარეშე. ეს გაიგო. და მაინც 40 წუთი დაჭირდა. მაინც 40 წუთი დაჭირდა, რომ ჩამოუყვა ამას ყველაფერს. და ბოლოს ხო, რომ ყველაფერი გავიკრიშ და ახლა მიდიოდა ვიზოლება. ანუ მიხვდა სწორი მოქმედება რა იყო. სწორი იყო მისთვის უნდა ებრძოლა. მთელი რიგი მიზეზების გამო რაც კრიშნამ ჩამოუტოლა და პირველ რიგში იმის გამო რომ კრიშნას უნდა ეს. იმიტომ რომ ხალხმა დაეხოცა. დაკოცილები იყვნენ ისაც. არჩეულებრივ ხალხი იყო ის იქნის დაიხოცა. ხო და შობლები ხო ყავთ ამ ბავშვებს? ახარებია. კარგია რომ ბავშვები არიან. Ахалгазгебу, ребята, мальчики и девочки, мальчики и девочки, послушайте меня, послушайте, поближе иди, подойди, не бойся, иди сюда, играй только тихо, хорошо? Хочешь засидеть? Пожалуйста, сиди. Нет, правильно, я тоже не хочу, но представляю. Короче, არჯუნა მიხვდა ბოლოს. ხო და ეხლა წარმოიდგინე ჩვენ რამდენი ხანი გჭირდება ამისთვის. წლები გჭირდება რომ გავიგოთ სინამდვილეში რა შეესახება. წლები გჭირდება სინამდვილეში რომ მიხვდეთ რომ როგორ უნდა მოვიქცეთ. თეორიები არაფერს არ ნიშნავს. სწავლება, დოქტრინა არაფერს არ ნიშნავს თუ შენის პრაქტიკაში გამოყენებადი არ არის. არავით ცოდნა რას გვარგებს ფილოსოფოსთა ბრძოლისა. რა თქინდა თეორია თუ მასე პრაქტიკაში ვერ იყენებ. აი რისი გულისათვის რომ სტომრები რომ მოვალენ, დაუწყებ ამ თეორიის მოყოლას და დააბოლებ რა, ასამე ახვალდა. იგადობის ამბობ მახსოვს რომ თელესწორნები მინდოდა რა გუგუებისთვის თავზამებნია. აფერი ხო რა, სერიოზულად აფერი გამოდის ამ საკითხს ცოდნა არ არის. ეს არის ბლა ბლა ბლა. ცოდნა არის ის რომელიც ჩვენ გაიგე და პრაქტიკაში შეიძლება გამოიყენო. რომელიც თვისებებში გარდაიქმნა. ის არის ცოდნა. ამიტომ მთელი ცოდნა პრაქტიკულად ნიშნავს რას? როგორ მოვიქცეთ სწორად ყოველ წუთში. და კრიშნა მოთხრა არჯუნას. არჯუნაო, თანაც როგორც არჯუნა პროტესტს გამოთქვამს და რას მიშვებიო და მაბნეო და ამაშვები, იმაშვებიოს, კრიშნა საერთოდ უზირო იუმორის პატრონია. ეს მე ავტორიტეტს წარმოიშ არ წამიკითხოს, მოპატია, სპეკულაცია არის. სრისრიანი დაიგო ჩანდრე კი. ეს გარკვეული სპეკულაცია არის, მაგრამ რაღაცა თო ესე მეჩვენება და ესე მინდა რომ იუმორი აქვს, ნამდვილად არ შეიძლება, დიდ დაწეს შეიცავს იუმორს. ესე არ არის მშრალი რაღაცეები. კრიშნა ეს რაღაცა შეიძლება არ გამოწეხება ჯობს და გაქონდა ეს რაღაცა. არა. ძალიან მაგალი იუმორით ეუბნება, როცა რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია გასაგები და ჭურის დაზაბოა საჭირო. კლავ მაგარს ეძახის მაშინ. კუთხმაგარი ხარ რაცა ეხო ხოლმე თავი გამზრიო. და ეხლა როცა მოიწვინა არჯუნას პრეტენზიები რომ არჯუნა მატეხეთი ამბავი რომ და მითხარი და რაღაცებს აქვს დიბილ და თავი მაბოლებ და უცოდველო ესე უცოდველო შეუცოდველო და უთხრა ხო მოგიყევი ახლა ხო გითხარი ორი გზა არსებობს შეშმარკების ძიების ერთიო თოდნის საშუალებითო ანალიზის საშუალებითო მეორეო მოქმედების საშუალებითო იოგას გზებით მაგრამ უმოქმედებო არცეთი არ არის არც ის არის უმოქმედებო და არც ის არ გეგონოს რომ უმოქმედებითო შენ კარმის ტვირთს მოიხსნი პროექტ დიდუბედურებას რომ კარმას უწესო უმოქმედებითო ვერ მოიშორებ თავიდანო ვერ გასხილოსნებას ვერ მიაღწევ იმიტომ არავით არის უმოქმედობა არ არსებობს ბუნებრივად არ არსებობს ეგეთი რამე ეს არის სპეკულაცია სული არის მუდამ ჩვენ მუდამ აქტიურები ვართ მუდამ აქტიურობას ვასხივებ და ჩვენი სხეულის სკაფანდრის ემორჩილება ამ აქტიურობას ამ სიგნალს
ამიტომ ჩათვლია რომ უმოქმედობა საერთოდ ესეთი გზა არის, ეგეთ გზა არ არის. დიახ. აი ეგ შენახებთ, სწორედ ამას უსმენდა 40 წუთი არჯუნა. ხო? ეხლა გეტყვით. კი პასუხი. ანუ ამას ეძღვნება ჩვენ დღევანდელი საუბარი. რანაირი ჩვენები უნდა შეასრულო. ისეთი რომ კვალი არ დატოვოს ცნობიერებაში და მე პასუხი არ მოგეთხოვოს, ხო? ბუნებრივია ეს ლოგიკური კითხვა. დიდი მადლობა. ხო და ეუბნება კრიშნა არჯუნას რომ იცოდეო ზოგიერთებიო ხალხო გამდეგილებს რომ ეძახიანო და უმოქმედობას შემოვენო ეგ არის ყველაფერი ტყვილი როდესაც კაცი გარეგნულად არის გამდეგილიო ხოლო ჭკუაში ისევ საცდურებს ეკოტინება ეს არის ვირეშმაკა თვალთმაქცი აი ვიმუთხათ ვირეშმაკა თვალთმაქცი ესე არის კრიშნა ამიტომ ასეთ მაიმუნობასო, ასეთ ცრუ გამდეგილობასო, შენ რა გინდა ხე ბერად გინდა გახვიდე ტყეშიო? მეომარიო, თემი ცხოვრება რომ მეომარი ყავიო და მეურის სისხლი გაქვს, მეურის ბუნება და მეურის ვალდებულებებიო. ეხლა გინდა ბერი გახდეო? არაო, რო გაგიჭირდა, იმიტომ გინდა ბერი გახდეო და ამოხტეხავს თავში რაღაცაო. დიდ საშინელ შეცდომას დაუშვებ იმ ბერობის გზაზეო. რადგანაც სხვისი გზით სიარულიო, არის ძალიან სახიფათო. ძალიან საფრთხეა სხვისი გზით სიარული ჯობია მოკლდეს საკუთარი მოვალეობის შესრულებისას ვიდრე სხვისი მოვალეობის შესრულება თუნდაც უყოფილო დღეს ჩვენს ეპოქაში სხვისი გზით სიარული ძალიან პოპულარულია ვაჭრები დადიან მეომართა გზით მთავრობის უნდა იყვნენ პრეზიდენტები უნდა იყვნენ მეობრები უნდა ადმინისტრატორები უნდა იყვნენ მუშები და უმეცრები ცდილობენ საზოგადოება მართონ. ქალები ცდილობენ კაცები გახდნენ. არის ეგეთი პათოლოგია, ხო? პათოლოგია არის ძიმე კარმაა უბრალოდ. წარსული საქმიანობის შედეგად დღეს აქ გადაულახავი სურვილების კომპლექსი, რომ ქალის სხეულში არა უნდა კაცი იყოს. კაცები, რომლებიც კაცის სხეულში არის, უნდა ქალი იყოს. მიდიან კუზანოვთან და არის ერთი ამბავი. აბა, ოპერაცია, აბა უსაშინელესი ცოდვა კი არა, უბრალოდ ეს არის უსაშინელესი საქციელი, როცა შენს უარს ამბობ შენი ჯვარი ზიდო სიკვდილო. როცა მას უარს არა, იმიტომ რომ შემდეგ ცხოვრებაში უარესი მოგივა. ეს არის კიბისი ბანკიდან კი არა და საქართველოს ბანკიდან, უსაშინელესი ბანკიდან აღებული მატერიალური სამყაროს ბანკიდან აღებული კრედიტი. 10% მოგიკითხება დღეს რომ დაიკმაყოფილებს შენს არასწორ სურვილებს. ამიტომ ჯობია შეასრულოს საკუთარი მოვალეობა და თუნდაც მოკვდი ამ გზაზე. ვიდრე სრულყოფილად დაიწყო სხვისი მოვალეობის შესრულებები და აქ წერეთელმა გითხრა რა ერთხელ უგნურმა თაგუნამ იუკადრისა თაგობა, ხო? და მე აღარ ჩიტი გამოვიდა და აღარც თაგვი, აღარც იქით და აღარც იქით. ამიტომ შენი მოვალეობა ბრძოლა. შენ უნდა იბრძოლო. ეს შენი დანიშნულება არის. შენი დღევანდელი დანიშნულება ეს არის. და თან ის უნდა იცოდე, რომ შენი მარადიული დანიშნულება და გამიტომ რომ მე მინდა უზენაეს ღმერთს, მე მინდა რომ შენ ეს გააკეთო. თუ შენ არ გინდა, ნუ გააკეთე, პრობლემა არ არის. მაგრამ თუ შენ იქნები ინსტრუმენტი ჩემი სურვილების შესრულებაში, შენ განთავისუფლდები ყველაფერი ამ უბედურებისაგან. და როგორ გავაკეთოთ მაშინ, რა საქმიანობას მოვკიდოთ ხელი? სწორედ ამ ლექსში ეუბნება კრიშნა არჯუნას. ყოველი საქმე შეასრულე ვით შესაწირი. ყოველი საქმე ღმერთს მიუძღვენი, ვით შესაწირი. დიახ. და აი თვითონ ეს პროცესი ღმერთის საქმე მიუძღვნა, ეს გულში უნდა ქონდეს თუ მიყვა. ეხლა შევეცდები აგიხსნათ. შევეცდები. ძირითადად კრიშნა უხსნის, აი დეტალურად უხსნის, იცით, რას ნიშნავს შესაწირი, რას ნიშნავს იაგია. სასწრაფული სიტყვა იაგია ნიშნავს რაღაცის შეწირვას. წირვა, დღეს ეკლესიაში ტარდება წირვა რა, დილოსაღმოთი, ეს არის იაგია. რაღაც გარკვეული რიტუალები სრულდება და რიტუალების შესრულებას აქვს დანიშნულება, რომ ვიღაცა უნდა დააკმაყოფილო, იმიტომ რომ რაღაცა სჭირდება. ხო? ან აქვს ამაღლებული განყოფილება. ვიღაცა უნდა დააკმაყოფილო, იმიტომ რომ შენთვის ძალიან ძვირფასია. შეიძლება შეაფერა გჭირდება, მაგრამ ცდილობენ გაახარო. იმის გამო რომ გიყვარს.
აი ორი ვარიანტი არის წირვის შესრულების. და კრიშნა ეუბნება არჯუნას. ეს პროცესი წირვის პროცესი. ეს უბრალოდ ადამიანის მოგონილი არ არის. სამყარო შექმნის გარიჟრაჟზე, როცა მე სამყარო შევქმენი და შევქმენი ღმერთები, ნახევარ ღმერთები. რას ნიშნავს ნახევარ ღმერთები? ანუ მე შევქმენი ბუნებრივი პროცესები და მათი მენეჯერები. ნახევარ ღმერთები ეს ის იერარქია, რომელიც მართავენ ბუნების სტიქიებს. და ყველა მათგანი იქმნება სამყარო შექმნის გარიჟრაჟზე, თანამდებობები იქმნება, ვინ უნდა სინათლის მართვის, მოძრაობის მართვის, წყლის სტიქიის მართვის, მიწის სტიქიის მართვის და ყველაფერი ეს იქმნება. 33 მილიონამდეა კორსები. ესეთი თანამდებობები. მე შევქმენი ეს თანამდებობები. მე დავნიშნე ღირსეული პიროვნებები და ადამიანებს და ამ პიროვნებებს უთხარი. თქვენი ურთიერთობის ფორმას შევქმენი. ეხლა და ეს არის შესაძლებელი წირვა. წირვა არის ფორმა. თქვენი ურთიერთობების. თუ თქვენ რასაც ღმერთები, ანუ ბუნება გაძლევთ, მერე სამადლობელი შესაწირს მიგაქვთ სამადლობელად შესაწირად, ღმერთები კმაყოფილდებიან ბუნების ძალები და თქვენ დაკმაყოფილებული ყველაფერს გაძლევენ, რაც თქვენთვის არის საჭირო. თქვენ წარმოიდგინეთ, თუ ამ საქმეს უყოფილად გააკეთებთ, აღარ დახტა გჭირდებათ, აღარ დაცემა არაფერი არ გჭირდებათ საერთოდ. თქვენ თუ მათ პატივისცემით მოეპყრობთ და შესაძლებს მისცემთ, ისინი დაკმაყოფილდებიან, მოგცემენ თავის დროზე გვალვას, ერთად თუ შეიძლება, თავის დროზე გვალვას, თავის დროზე წვიმას, მოსავალს და ყველაფერს. ეხლა უყურებ, მოსავალი, მარცვლეული, ყველაფერს იძლევა მიწა. ანუ მაღაზიაში საკვები არ იზრდება. ყველაფერს იძლევა მიწა. ის ვინც ხორცს ჭამს, იმის საკვებსაც მიწა იძლევა, იმიტომ რომ ის ხორცი ძოვს, არა? ყველა. დიახ, შეკითხოთ თანჯობ, მითხარით. ესე იგი, მე რა მაინტერესებს ეს სამადლობელი წირვა ტექნიკურად. ხო და ეხლა გავიგეთ, თქვენი შეკითხვა ეს რიტუალია, როგორ სრულდება? როცა მოსავალს კი არ ეხება, როცა ეხება დავუშვათ ავადმყოფის მოვლა. ხო და არ აქვს მნიშვნელობა, ეს მოსავალია, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის შესაბამისი პიროვნებები ამას მართავენ და ტექნიკურად როგორ სრულდება, თუ მასით გეტყვით. და იმასაც გეტყვით, რომ ამას ვეღარავინ ვერ ასრულებს. და დიდი აუცილებლობა ამის ლაპარაკის არ არის. გეტყვით რატო? ანუ ამ წირვას დასაწყისშივე ღვთაებრივი ბუნება აქვს. მე შევქმნი ეს წირვა. ამიტომ უნდა შეასრულო ეს პრინციპები. წმინდა წერილებში, ვედების წმინდა წერილებში არის მოცემული დიდი ნაწილი. თითქმის 90% უჭირავს სწორედ ამ რიტუალებს. როგორ უნდა შეწირო ღმერთი სინათლის ცხვერპლი, ცეცხლს, სინათლის ღმერთს, მზეს, მთვარეს, ჯანმრთელობის, მგზავრობის ემზადების ამგზავროთ. უნდა ჩაატარო რაღაცა რიტუალი, რომ ის მგზავრობა იყოს ესა, ხო? აი როგორც ავთანდილი ამბობს, შოთა რუსთაველი ათქმევინებს ავთანდილს, ხო? გზად სხვათა ღელვა, გზაში მავნე სხვათა ღელვა, თუ რაღაც ამარიდეო და თუ შილობით გამომიყვანა საქმიდანო, შენ და მსხვერპლთა შემწირვიდე, ანუ შენი ერთგული დავჩებიო. მთელი ეს რიტუალები არსებობდა, დღესაც არის, ვერავინ იმას ვეღარ გებულობს და ეს არის უკვე დამთავრდა ეს ეპოქა, როდესაც სასურველი რაღაცის რიტუალურად მიღება იყო შესაძლებელი. მე მსმენია, რომ ჯერ კიდევ ახლანდელ დროში, მთაში განსაკუთრებით ეს რიტუალები კიდე შემორჩენილია მეტნაკლებად დამახინჯებულად. იმერეთშიდაც კი მამაჩემი მიყვებოდა ბაბუამისის მოყოლის, რომ გვალვის დროს გამოდიოდა მთელი სოფელი, აი გვალვა რომ შეაწუხებდა სოფელს და უკვე აღარ არის რაღაც სიმინდი, აღარ ის უკვე უნდა გახდეს და გამოვიდა და ტაშტებს აბრახუნებდნენ. ახ ლაზარე, ცაც ღრუბლები მოხარე, აღარ მინდა გორახი, ღმერთო მოგვეც ტალახი. მერე დაждდებოდნენ საღამოს, დაკლავდნენ სხვა იქეიფებდნენ და იყო ერთი ამბავი და მოვიდოდა წვიმა და ლაზარე. მერე წვიმა რო შეაწუხებდა, ახ ლაზარე, ცაც ღრუბლები ახარე, აღარ მინდა ტალახი, ღმერთო მოგვეც. სრულდებოდა ეს რიტუალი ჯერ კიდე შეგნებულად შეუგნებლად. მაგრამ ასეთი რიტუალების შესრულებას
ჭირდება უაღრესად კვალიფიციური ბრაჰმანები, ღვთისმსახურები, რომელთაც ზუსტად იციან რა რიტუალი და როგორი საგალობელი, როგორი ლოცვით, ერთი ბგერის შეცდომაც კი ამ ლოცვაში აღწერილია წმინდა წერილებში, რომ საერთოდ სხვა შედეგს იძლევა. ანუ ეს დრო დამთავრდა. დღეს შესაძლებელი არის ერთი რამ. დღეს ყველა რიტუალის სათავე არის ლოცვა და მარხვა. გინდათ ავადმყოფობისაგან განთავისუფლდეთ, გინდათ იმგზავროთ, გინდათ ისწავლოთ, გინდათ მოსავალი გქონდეთ, გინდათ ეს უსასრულო სურვილები, როცა გაქვთ, კრიშნა ამაზე ამბობს. ვისი გულიც კი მიწიერმა ტოლვამ წაიღო, ემსახურება ჭყუამწირის სხვადასხვა ღმერთებს. და საკუთარი მიდრეკილებით რომელიმესთვის თაყვანისცემის აღასრულებს დადგენილ წესებს. მე ვიმყოფები ყველა გულში ზესული სახით და თუ კი ვინმე დააპირებს ყველის გაღებას, მას არჩეული ღმერთის მიმართ წვენას უმტკიცებ, რომ ერთგულებით ემსახუროს თავის ღვთაებას. წვენით აღსილი საკუთარი ღვთაების მიმართ იგი ღებულობს ნატურის შედეგს და უხარია, სინამდვილეში მე ვასრულებ ხოლ ამ სურვილს, ეს მხოლოდ ჩემგან გოძებული საჩუქარია. სინამდვილეში უზენაესი ღმერთი შრი კრიშნა დგას სათავეში. ამიტომ გვასწავლია ავტორიტეტები, რომ როდესაც თქვენ აღარ აქვს ის ნიჭი, რომ ცალკე ხეს მოემსახუროთ, ცალკე მოემსახუროთ ფოთლებს, ცალკე მოემსახუროთ ტოლკებს, აღარ შეიძლება თქვენ ძილში დაასხამთ. და ძილში როცა წყალს დაასხამთ, ის ავტომატურად მიეწოდებათ ფოთლებს, ტოლკებს და ყველაფერს. ანუ თქვენ შეასრულეთ შესაწირი უზენაესი ღმერთის მიმართ. თუ თქვენ უზენაესი ღმერთის მიმართ ილოცებთ, თუ თქვენი ყურადღება უზენაესი ღმერთის მიმართ იქნება მიპყრობილი, მან იცის ყველას გჭირდება. ამას ამბობს უფალი იესო ქრისტე, ზედმეტად ნუ შეაძლოთ. მან თვითონ იცის თქვენ რაც გჭირდება. ამიტომ მარტივად ილოცებთ. ამოუჩვენო რომელიღაც სათაშინა და სამთავრე იყავ ნება შენი. მე ჩემი ნებით ვიარე, სიკეთე ვერ ვნახე, ისევ სიკეთით მომთავრებ, რამდენჯერ დავიბადე, იმჯერ მოკვდი, არ მომეშვე ეს სიკეთები, ამიტომ იყავ ნება შენი. ახლა შენ გამიყვანე ამ წრით. ანუ ამ ძველობაში ეს ძალიან დიდი თემა არის, როგორ უნდა მოხდეს დაკმაყოფილება გინდა რიტუალურად, გინდა რიტუალის გარეშე, შეზღუდული საშუალებებით და ცნობიერებით, თუ ძალიან ისეთ ძველებურად. ამაზე შემდეგ თავში კრიშნა ამბობს. და ვითქი, ეხლა ჩვენ წავიკითხეთ პრაბჰუპადას კომენტარი და იქაც ამბობენ, რომ ეს ასეთი შრომა, რომ შენ ყველაფერს როგორც შესაწევს ისე აკეთებ. წარმოგიდგენია, დილას გაიღვიძეთ და ფერი გადმოდით საწყლიდან როგორც შესაწირი. ხო არა, როგორ წარმოგიდგენია თქვენ. მერე წახვედით და დილის ტუალეტი და ასე შემდეგ მერე კბილები გამოიხეხეთ როგორც შესაწირი და სავსებით გაუგებარია რა. მაგრამ ასე არის გზა. თან ვითქი პრანიპატენა, პარიპრაშნენა, სევაია, უპადექშანტი დეგიანა, გიანინა სტატო დარშანა. ჩემ და მოძებნო ის ხალხიო, რომელსაც ეს უკვე იცის. ვინაც იხილა ჭეშმარიტება. კონკრეტულად ამ საქციელს ეხება ეს ლექსი. ანუ იმას კი არა კრიშნას სიყვარულის მიღწევა ცოტა სხვაგვარია. ანუ როგორ მოიქცეს სწორად, რომ გაიგო ესეთი რთული რამეები და იმდენი სწორად მოქცევის ფორმულებია. თავრობისები ხარ ერთია სწორად მოქცევა, მუშახარ ერთია სწორად, მეორეა სწორად მოქცევა, მებრძოლი ხარ სწორად მოქცევა, დაიბნე ვერ გაიგებ რა არის სწორად მოქცევა. ამიტომ უნდა ნახო ადამიანები, რომელსაც უკვე გაიგო რა არის სწორად მოქცევა. ვინაც იხილა ჭეშმარიტება, ღმერთის ნათქვამი მე გაიგო, მე იქიდან ჯაჭვით, მოწაფეობრივი ჯაჭვით მოვიდეს ჭეშმარიტება მასთან. სანტაიანანდა სვამიგი Hridayan Swami Maharaj ki Kada utargmi. Maharaja ვაძლევს ხალობას, რომ გავგზელოთ
ამიტომ უნდა მოდევნოთ ისეთი პიროვნება, რომელიც ჭიშკარიტება უკვე იხილა, გაიგოს სწორად უქმედება რა არის. და ამ პიროვნებას უნდა განსაკუთრებით მოექცეთ. ეს რას ნიშნავს? უდიდესი პატივისცემით უნდა მოეპყრათ. უნდა დაუსვათ შეკითხვები, ღრმა პატივისცემით და არა გამოცდის მიზნით. ის უნდა კითხოთ, რაც მართლა სასიცოცხლო ეს კი არა, აბა ეს ნახოთ იცით თუ არა და ეხლა ჩავჭრი, არა. ყოველ ესე და უნდა ემსახუროთ მას. მსახურება ორნაირი არსებობს. ერთი მსახურება არის, ერთი მსახურება არის, როდესაც უშუალოდ პიროვნებას ემსახურებით. ეს არის ვაპუ სანსკრიტზე, არა მნიშვნელოვანი. როცა უშუალოდ ემსახურებით პიროვნებას. განსაცდელი, როდესაც წავსვა, მოსვლა რაღაცა. და არის მეორე მსახურება, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია, როცა ასრულებთ მის მითითებებს. თუ თქვენ ამ პიროვნებას მიიღებთ მასწავლებლად, თუ მოწიწებით დაუსვამთ შეკითხვებს და შეასრულებთ მის მითითებებს, მაშინ მისი გული გაიხსნება და ეს ცოდნა ავტომატურად გადამოვა თქვენზე, როგორ მოიქცეთ. გამიგეთ? ასე რომ ეს ცოდნა, როგორ შენი საქმე იყოს ყველაფერი ძალიანად შესაძლებელი სახით, ეს რთული ცოდნაა. მთელი ეს დღეები მთელი რა სამეური დღეა, თუ როდის გამომიგზავნეთ 1000 ლექცია უნდა იკითხოთ. არასკევის მერე ფიქრობ, რა მოვიყვანო მაგალითად ასეთი საქციელის, რომელიც არის შესაძლებელი. რომელიც შესაძლებელია. და დღეს ვცხოვრობთ ჩემი და გაყვა ლილოს ბაზრობაზე ჩვენს ბიძაშვილს, როცა ბავშვისათვის ახალგაზრდა გოგონასათვის ეკიდა პალტო. და ხოლმე იმადა ესაც გაყვა ჩვეულებრივად. იარეს ხალხი ვერეს სიცხეში მე საით ნახე სათანო ლილოში რაც ხდება თუ ვინმე ნამყოფია იცის. ხო და ბოლოს ერთ მაღაზიაში მიაგნეს ძალიან კარგ პალტოს, რომ ამ ბავშვს ძალიან მოეწონა, დედამისს ძალიან მოეწონა და ჩემდასაც ძალიან მოეწონა და ჩემი და მოვიდა ისეთი ბედნიერი სახში. ისეთი ბედნიერი მოვიდა სახში, თითქოს ეს პალტო თავისთვის ეყიდოს. ანუ თავისთვის არაფერი არ გაუკეთებია. პირიქით, თავის დრო დაუთმო სხვას. სხვისი პალტო იყიდა. სხვის პროცესებში მონაწილეობდა, მაგრამ მიიღო ბედნიერება. გამიგეთ, აი ესეთი საქმიანობა არის შესაძლებელი. უანგარო საქმიანობა. მაგრამ დაუკვირდით იმისათვის, რომ ესეთი საქმიანობა შევასრულოთ სხვა პიროვნების მიმართ, უნდა ვიცოდეთ ამ პიროვნებას რა უნდა და რა გაეხარდება, ხო? და როცა ამას ვაკეთებთ, რაც მას უნდა და გაეხარდება, ჩვენ უანგაროა ეს საქმიანობა. მაგრამ ის ყავს მაინც ტოვებს, იმიტომ რომ ჩვენთვის ახლობელი პიროვნებისთვის ვაკეთებთ ამას. მაგრამ თუ ჩვენ იგივეს გავაკეთებთ ღმერთისათვის, კრიშნასათვის, მაშინ არანაირ კვალს შემბოჭა უყავს ეს აღარ დატოვებს ეს საქმე. იმისათვის რომ კრიშნასათვის გავაკეთოთ ესეთი საქმიანობა, უნდა ვიცოდეთ რა მოსწონს მას და რა უნდა. და თუ ეს არ ვიცით, ისე ვერ ვასიამოვნებთ ვერასოდეს. ხოლო მისი რა არის მოსაწონი და როგორ გვირჩევს საქმე წმინდა წერილებში ამოცემული. შესაბამისად, უნდა ავტორიტეტული პიროვნებებისაგან გავიგოთ წმინდა წერილებში რა წერია კრიშნას გამოსწონს და ისე უნდა ვიმოქმედოთ. ამ საქმიანობას ქვია ერთგული მსახურება. ერთგული მსახურება და ნელ-ნელა ესეთი ერთგული მსახურება ადამიანს აიყვანს ექსტატიური სიყვარულის დონეზე. ეხლა მოდით რამდენიმე პრაქტიკული დაახლოებით ხომ მიმიხვდით რაზეა ლაპარაკი, ანუ ესეთი მარტივი პასუხი, რომ ეხლა მე ჩამოვიდით, თქვენ სია ჩამოვიწერთ, რა საქციელები შესწირი, ესე არ ხდება, ხო? ეხლა რამდენიმე პრაქტიკული რჩევა. იმისათვის, რომ ჩვენი საქციელი, ჩვენი საქმიანობა შესაძლებლად გამოდგებოდეს, საჭიროა გავიაროთ ორი ეტაპი. პირველი, კარგად გავიგოთ რა არ ვარგა შესაძლებლად. ჩვენ ხო რიტუალებს როცა ვასრულებთ, ეკლესიაში გამოვაცხობთ კრებს, ხაჭაპურებს, რობიანებს,
წამდილი კორკოტი რაღაცებს ვაკეთებ და მიგვაქვს ეკლესიაში და იმას ისე ვაკეთებ, არ შინჯავთ, არაფერი, იქ უნდა პირველად იქ გასინჯო. ხო ესეა. და რაც დადგეილია, იმას ვაკეთებ, ხო? იქ ხომ არ მიგვაქვს და ტაოტი და რაღაცა ზეთი და რაღაცებია რა. თუმცა შესაძლებელია რომ წაიღო თუ გადადიოდნენ ხო? აი ერთ ჯამი ტაოტი მიუტანა მამაოს, ხო? არ იქნება ექსტორი. ამიტომ ჯერ კარგად უნდა გავიგოთ, რისი მიტანა შეიძლება ვშევდოთ. როგორი საქციელის, როგორი საკვების, როგორი ჰაერის, როგორი აზრების, რა გამოდგება. და თუ ამით დაფიქრდებით, დაინტერესდებით, ძალიან ადვილად მიხვდებით, რომ ძალადობრივი საკვები არ გამოდგება შესაწირად. მოკლული შესაწირად არ გამოდგება. ასევე მთელი რიგი ნივთიერებები ამას თვითონ კრიშნა ამბობს, რა მოსწონს. მომიტანეთო, კაცო, არ მინდა არაფერიო, ეს ყურებით დაკლა და რაღაცა მომიტანეთ, ფოთოლი, მომიტანეთ, ყვავილი, წყალი, მე მივიღებო მას. მაგრამ არ ჭირდება სისხლი. ნელ-ნელა თქვენ გადაარჩევთ იმ საქციელს, რომელსაც არ ჩაიდენთ სხვების თანდასწრებით. ხომ არის რაღაცა ისეთი საქციელები, ისეთი ცუდი მანერები, როცა მარტო ვართ იმას ვაკეთებთ. ხო? თუ ვიდაც თქვენ გამოვიჩიჩქნით არა? მაგრამ ვიღაცა თუ არის არა, თავს ვიკავებთ, ხო? ასეთი რაღაცებისაგან. თუ ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ ღმერთზე და ვიცით რომ ის მუდამ ჩვენს გვერდით არის და ყველაფერს ხედავს და ისმენს, ცხადია რომ ჩვენ თავს შევიკავებთ ნელ-ნელა ცუდი რაღაცებს კეთებაზე და ცუდი რაღაცებს ლაპარაკზე და ცუდ ფიქრზე. ხო? ეს ყველაფერი რაც დარჩება, რათა უვარების გამოვაკლეთ და გაფუჭებულს. რაც დარჩება, იმის მიტანა შეიძლება მსხვერპლად. ხა, ნელ-ნელა ადამიანს თავისი სულიერი მოძღვარის მასწავლებლის წყალობით ეხსნება გონება და ხვდება. საბოლოო ჯამში ყველა კონკრეტულ სიტუაციაში როგორია სწორი საქციელი, რომელიც უკვე კრიშნასათვის კეთდება. აი, კრიშნა, შენ არ გჭირდება ხა ვასეთ არაფერს, აი კრიშნა მთხოვა და მიდიხარ დაკეთებ. მიდიხარ ლილოში. რო კრიშნას პალტო უკიდო. მიდიხარ, მოდიხარ. აჩვენ ტაძარში. იცით მოდიხარ ტაძარში. იმისათვის რომ საერთოდ ნახოთ და მადლობა გადაუხადოთ და საერთოდ რაღაც ახალი გაიგოთ, ხო? ეს ყველაფერი ნელ-ნელა გასაგები ხდება ადამიანისათვის, რომ როგორი მოქმედება არის სწორი. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი აზრი, მესამე თავის, იქ კიდევ ბევრი რაღაცებია, მაგრამ ახლა მაგალითად არა გვაქვს. ეხლა უნდა გადავიდეთ შეკითხვებზე. თუ რაიმე შეკითხვა გვაქვს? ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როცა ჩვენ ღმერთისათვის რაღაცას ვაკეთებთ, ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ რა არ ვარგა, რისი გაკეთება არ ვარგა. და მერე უნდა ვიცოდეთ რა მოსწონს მას. თუ ეს ყველაფერი ვიცით, არა, მაშინ ძალიან კარგად ყოფილა საქმე. ყველაზე უფრო ძლიერი, ყველაზე უფრო ლამაზი, ყველაზე უფრო დიდად, ყველაზე უფრო საყვარელი პიროვნებისათვის ვაკეთებთ ის, რაც მას მოსწონს. მეტრე მინდა. გვინდა მეტრე. რა, გინდა მაგაში აუგებდება. შეკითხები თუ გაქვთ, არა და დავასრულოთ ჩვენი ლექცია. გაქვთ კიდევ რაიმე? ამ ეტაპზე არის. კი ბატონო, იცით რა, ის შეკითხვები, რომელიც თქვენ დასვით, ძალიან პრაქტიკული შეკითხვები იყო და რომ ნელ-ნელა. არა, რომ მიმოქმედოთ ცხოვრება. ხო, აი როგორი მოქმედოთ ცხოვრებაში, კიდევ გეუბნებით რომ თვითონ ღმერთისაგან რომ ისმენდა არჯუნას, 40 წუთი დაჭერდა ამის გასაგება და ჩვენ შეიძლება 40 წელი დავჭირდეს, ხო? ამიტომ უნდა მოვკიდოთ ხელი, რაც მალე მით უკეთესი. აი ბაგავად-გიტა და უნდა შევისწავლოთ, რას ეუბნება კრიშნა არჯუნა. ჰარე კრიშნა. დიახ. აი ხასულ ბოლო მაგაზე დავდანეთ? სულ ბოლოს რომ თქვი მინდა რამე კიდე და კი გვინდა ხო როგორ აი როდესაც ესე გვინდა როგორ რა არის რეკომენდაცია ამ შემთხვევაში უარყოთ განვერიდოთ დაბლოკოთ თქვენი მინდები მე პირადად როგორ გიხდით მე პირადად
კარგი შედეგი ვნახე ორი ლექსის გამეორებით. ფარგლავად კითხავს ორი ლექსია მეორე თავიდან. როდესაც კაცი გამუდმებით სასტურზე ფიქრობს, ანუ ისა ჩვენ გვიდა კრიშნას კერჩხრო. როდესაც კაცი გამუდმებით სასტურზე ფიქრობს, იგი ამ სასტურს ეჯაჭვება ყოვლის მედეგად. მიჯაჭვულობა თავისი მხრივ ტკბობიჟინს ბადებს, ხოლო ტკბობიჟინს მრისხანება მოსდევს შედეგად. ანუ მიეჯაჭვე ფიქრობ, მიეჯაჭვე უკვე და უკვე აღარ შეიძლება არ იფიქრო, მე მინდა უნდა დაუტკბე ამ საჭველით ძირითადად საჭმელზე ხო საჭველიც არის ხო ეს გოგო თუ ახლა და ვაიმე ეს ბიჭი თუ ჩემ ქმარი აკაკ ზედა იქ მოსწრებს ხო გახსოვს მუთქშილოა და მითხრობს ეჯოხოლის მედეგად და მე როცა ცდილობ დატკბობა და აღარ გამოდის ეს დატკბობა და წინააღმდეგობებს ვაწყდებით მე მოდის რისხანება რისხანებისგან იბადება თავდავიწყება ეხსერებს საკაც თავდავიწყებას ყვალში მოსდევს ჭკუის არევა ჭკუის არევა გონსაც ახშობს ხოლო გონდახშობს კვლავ წუთისოფლის წვეთა რიგში ის გარება ეს შეიძლება იმეორად როცა შეხედავთ რაღაცა ვიყავთ ფიქრს აი ეს წრე სადავე ვიდიხარ შეიძლება დაიმეორეთ მე მშველის ხანდახანდა თქვენ არ ვიცით მშველის თუ არა ზოგადად გიტა კაი წამალია მას მაგრამ ესე მარტივადაც არ არის საქმე ჩემოთეო ის რა ჩვენ გვინდა და გსურს რომ გვინდა ეს ბუნებრივია მას ცუდი აფერია ჩვენ სურვილების მოყოლა შეუძლებელია ცოცხალ არსებას სურვილები მუდამ თავარია რომ ეს სურვილების დაკმაყოფილების ადგილი ეძებო სწორედ ერთი კაცი ღამე ფანდრის ქვეშ იდგა და რაღაც ეძებდა მივიდა მეორე და ხوار დაგეხმარო რას ეძებოდა გასაგები დავყარგე და ვეძებო აქ დაკარგეო არა აქ დავიკარგავსო მაგრამ აქ განათებულია და აქ ვეძებო და აქ დავიკარგავსო მაგრამ აქ განათებულია და აქ ვეძებო ჩვენ სადაც გვეიროლება იქ ვეძებთ ბედნიერებას ჩვენ დავაგიდა ბედნიერება და ჩვენ ვეძებთ ამ ბედნიერებას ყველგან გარდა იმისა საჭირო რომ გვინდა ჩვენ ბედნიერება და ყოველ ღონეს ხმარობთ ამაში ცუდი არაფერი არ არის მაგრამ ბედნიერებას რო ვეძებთ იმაში რაშიდაც არ არის ბედნიერება წარმავალია რაც იცვლება ეს სხვა არის სხვა იქნება ყველა და რამდენიმე წლის მერე რამდენიმე წლის მერე არა და რამდენიმე ათეული წლის მერე აუცილებლად სხვა რაღაცა იქნება არ არის ეს ბედნიერების წყარო ეს მატერიალური ელემენტი არანაირად ბედნიერებას ანიჭებს ცოცხალს ბედნიერებას ანიჭებს სიცოცხლე ჩვენ ცოცხალმა არსებამ ბედნიერებას შეიძლება მივიღოთ ხოლმე მარადიული ცოცხალი არსებისაგან ის არის ჩვენი ბედნიერების წყარო თუ ჩვენ კრიშნას ცოტათი მის ბედნიერებას გავდივით სულ ცოტათი კრიშნა მოგცემს 10,000-ჯერ მეტ ბედნიერებას მე თუ 10,000-ჯერ მეტ ბედნიერებას კრიშნას დაუბრუნებთ მე მოგცემს 100,000-ჯერ მეტ და ეს არის ექსტაზი დაუმთავრებელი და ამას ქვია წმინდა ერთგულისახმობა წმინდა ჩვენი მიზანია როგორმე ამ წმინდა ერთგულისახმობას ამ წმინდა სულიერ ურთიერთობას მივახციოთ როგორმე და ამაში არ არის დაბრკოლება არც ოჯახი არც შეყვარებული არც სამსახური არაფერი არ არის ამაში დაბრკოლება ამაში დაბრკოლება ჩვენი სული თვისებები და ჩვენი სული შეხედულება ჩვენ სულ თვისებებს და ჩვენს არასწორ შეხედულებებზე უნდა ვთქვათ უარი და არა ჩვენს პასუხისმგებლობებს მიგეთ ყველაფერი გარეგნულად ვერ გაარჩევ ერთ კითხეს რომ გასხიოსნებული ჩვეულებრივი ადამიანისაგან როგორ უნდა გარჩიოდა გასხიოსნებული შეშას შეხავსო და წყალი მოაქვსო რომ ჩვეულებრივიო წყალი მოაქვს და შეშს შეხავსო ერთად გაკეთებენ ორივე მაგრამ ის სხვა მოტივით აკეთებს ის კრიშნასთვის აკეთებს თვითონ ასე წყალი შეიძლება ის კრიშნასია წყალი შეშას და როცა რომ ის აი მეორე ასე მისთვის თავისთვის ჩქარათორე უმშილდება ჩქარათორე მომწყურდება ჩქარათორე გავიყინებ
ერთნაირად ხდება ყველაფერი. Дих. Его заключался в том, что если еще наши желания не настолько чисты, как быть в этом случае, да? Еще раз. Ее вопрос заключался в том, что если вначале у вас есть какие-то желания, понимаешь, нехорошие, что с этим делать? Да. Это правильно. Можно так? Да. Даже вот эти, даже нежелательные, нехорошие желания, все равно обращаться к Богу с этими желаниями. Даже я слышала случаи, когда человек неправильно что-то делал, он понимал, но это все равно ему сказали, предлагай все равно даже это неправильное Богу. И постепенно, но главное, чтобы ты зависел от Бога, понимал зависимость свою. Кришна совершенно однозначно отвечает. Ძალიან მნიშვნელოვანი რამე იყო თეო. ანუ თქვენი შეკითხვის თავი აზრი, რომელიც მე კითხულში გავუშვი, შევიდომში გავუშვი. ანუ თუ ჯერ კიდე არ ახარ ამ დონემდე რა უნდა ქნა. Кришна ამბობს ეგეთ რაღაცას, რომ ჭვიანი ის ადამიანი, რომელმაც თავის სურვილები მოთოკა ჯერ მოთმინების საშუალებთან, მერე ჩემზე მოაყო. ანუ მე დამიკავშირა. ანუ თავიდან ეს არ ხდება რა თქმა უნდა. ჭირდება და მესამე თავში კიდე ამბობს რომ ჭვიანი ადამიანია არასოდეს არ აიძულებს სხვებს რომ ახ ეს არ ქნა და არ გარაკეთო ეს ცუდი საქციელად არ მოიწე არა არ მოხდა დაგამპროფილებს არავითარ შემთხვევაში ის ცდილობს რომ ეს იგივე საქციელი სწორი მოტივით აკეთებენ თუ ეს გოროდ მოქმედება არ არის რა თქმა უნდა სკოლელო სწორი მოტივით აკეთებენ ანუ ნელ-ნელა ლოცვით მანტრის გამოყენებით პრინციპების დაცვით, ვაიშნავთა მსახურებით. ეს ამით მნიშვნელოვანი რამე. ნელ-ნელა ჩვენ მივდივართ წინ და ხვდებით ამას, რომ რასურს კრიშნას და მისი სურვილები ნელ-ნელა ხდება ჩვენი სურვილი. ეს ერთბაშად არ ხდება რა თქმა უნდა, მაგრამ სამი რაღაცა. მანტრას გამეორება, ლოცვა, პრინციპების დაცვა და ვაიშნავების მსახურება. გაზრდას მაგის საშუალებას, რომ აი ამ დონიდან ახვიდე იმ. მანტრაც ეს ძალიან ძლიერი რამეა, პრინციპების დაცვა. ეს არის ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენ სატყვა გუნას რაოდენობა გაიზარდო. სათნოება გაიზარდო. ვაიშნავთა მსახურება ძალიან ძლავრი რამე არის. შეიძლება რომ ვაიშნავი დაკმაყოფილო, გახარი. ეს ყველაფერი თუნ ავტომატურად გადამოდის გულიდან გულში. დიახ. როდესაც ღმერთი არის ამოწოლილი თავის თვლებს იოგა სტილში, იოგა ნიდრა. მას ამ თვლების პროცესში აქვს შექმნის იდეა. საყვარელი შექმნის იდეა. და ეს იდეა, ღმერთის ერთი იდეა, სურვილი უკვე მომხდარი ფაქტია. უკვე გამოდიოდა საყვარელი მისგან. ანუ ჩვენი იდეა, ჩვენი გეგმა და ჩვენი სურვილი სხვაგვარია, მისი სხვაგვარი. მისი სურვილი უკვე მომხდარი ფაქტია. კიდევ ხორა რა მიშეთქვები? კეთილი, მაშინ უკვე გადავაცილეთ 5 წუთით. დავასრულოთ, დიდი მადლობა, ჰარე კრიშნა. Sri Sri Nidai Gautam Chandra ki Jai. Srimad Bhagavad Gita ki Jai. Srila Prabhupada ki Jai. Jai. Dhanasva Maharaj, Khomarakhas Dhammatirda.
say something? რაღაცას ვიტყოდი. All our activities are driven by the mind. ჩვენი ყველა აქტივობა ჭუის ჭუით იმართება. And so what comes into the mind, it's there or not, we have to do it. რაღაც აზრი რომ მოგვივა ჭუაში, თუ კი ჭუაში ბევრი ხანი რჩება იგი, მერე უკვე ჭუა გვაძალებს, რომ ის გავაკეთოთ. And so if we're able to control the mind, then we can make decisions. და თუ კი ჭუის მართვას ვისწავლით, მაშინ შესაბამის გადაწყვეტილებებსაც მივიღებთ ცხოვრების განმავლობაში. And take advantage of our association and და ესე და ეხლა ჩვენი ურთიერთობით control the mind, we're able to take advantage of good adults. და თუ კი ჭუას მართავს ადამიანი, მაშინ კარგი რჩევის მიღებაც შეუძლია მას. So mantra meditation, especially Maha mantra, helps you control the mind. და მანტრა მედიტაცია, განსაკუთრებით მაჰა მანტრა, იგი ჭუას აკონტროლებს, კონტროლს უეხმარება. ჰარე კრიშნა. ამ ძალიან სწორად მიგვითით ადამიანმა, აი როგორც გითხარით, ვინცაც ეს იცის. ამ ადამიანს აქვს გამოცდილება, პრაქტიკული გამოცდილება. ამან ძალიან სწორად მიგვითითა. თქვენ იმუშავეთ იმაზე, რომ ჭუა დააწყნაროთ, მართოთ და ამით თქვენ უკვე მართავთ იმ სურვილებს, რომელიც ჭუაში აღიძვრება. პატანჯალის მაგას ამბობენ. უგარის ჭუის დაკუნეცმა. დიახ. ჰარე კრიშნა. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ეხლა გისურვებთ კარგ მედიტაციას პრასადზე. სადიქნიო,